თავარი ხო მიზანი რა არის? ეხლა ის ხო არ არის, რომ იცი რა, ღმერთო მანქანა მინდა, მანქანა მომეცი. ღმერთო ჯანმრთელობა მაწუხებ, ჯანმრთელობა მომეცი. ღმერთო კაი სამსახური მინდა და ასე შემდეგ. ეს ხო მიწიერი საკითხებია. ჩვენ ხო უფალმა გვასწავლა, რომ მიწიერ საკითხებს კი არ გვიგზალავს, მაგრამ ამავდროულად გვეუბნება, რომ სანამ შენ მიწიერ პრობლემებს ჩემს წინაშე იტყვი, მანამდე მე ვიცი ეს პრობლემა შენ გაქვს. მე ხო შენი მამა ვარ. აბა რა გავაკეთო, არ გთხოვო? ნუ შეგიძლია მთხოვო, მაგრამ სანამ მეტყვი, მანამდე ვიცი მე რა პრობლემა გაქვს. აბა რა გავაკეთო? მე მეძებე, სასופველი ეძებე, ნიშნავს მე მეძებე და ამას კიდე შენ რაც საჭიროა მე მოგცემ. შენ უნდა მენდობოდე რომ მე შენ მოგცემ რაც საჭიროა. ადამიანი რომელიც ღმერთის წინაშე ლოცულობს, მან უნდა იცოდეს, რომ თავარი ლოცვაში არის კომუნიკაცია, პიროვნული კომუნიკაცია ღმერთთან. ეხლა მე არ ვიცი ეს როგორ გავაკეთო, მაგრამ აი მაგალითად ცეკვაზე შეგიყვანეს. მასალებელი როგორ დასწავლით ცეკვას? ხო თვითონ აკეთებს და შეხო უყურებ. ანუ ქორეოგრაფი თქვენ წინაშე აკეთებს რაღაც ილეთს და თქვენ უყურებ და ბაძავთ. ხო ესეა. ანუ მიმბაძველობით შენ სწავლობ ილეთებს და როცა ამ ილეთები დახუნძული აღმოჩნდები და განისწავლები, მერე თუ გაქვს ნიჭი, მერე იწყება ფეირვერკები. ამ ილეთების ერთობლიობით შენ უკვე შექმნი რაღაც ცეკვის შედევრებს, მაგალითად როგორც ასე ვთქვათ, ხო? ანუ შენ გზის გამკვალავი გჭირდება და წმინდანები, რომლებმაც ღმერთთან ურთიერთობის საოცარი მაგალითები მოგცეს და ღმერთთან კავშირი დაამყარეს, თავიანთი გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის დაგვიტოვეს წერილობით, რომელსაც ქვია ლოცვები. გესმით? ანუ შენ რო ლოცვას კითხულობ, ეს ვიღაცის ტვინში მოფიქრებული აზრები კი არ არის. ეს არის რომელიღაცა წმინდანის პირადი გამოცდილება ღმერთთან ურთიერთობის. და შენ რომ მას კითხულობ, ამ პირად გამოცდილებას ეცნობი. ამიტომ უნდა ჩაუღმავდე თითოეულ სიტყვას, ნეტა ეს რას გულისხმობდა, ნეტა ეს რას ნიშნავს. ეს როგორ არის. აი ესე პროცესი და დაიწყოს შემეცნებისა. და მე მცდელობა, რომ შენ რასაც ამბობ იმის შესაბამისად იცხოვრო. აი მაშინ ლოცვა გაცოცხლდება შენთვის. და კიდევ ერთი იმისათვის, რომ ადამიანმა სწორად ილოცოს, აუცილებლად უნდა იკითხოს წმინდა წერილი და წმინდა მამები.